ევთანაზია საკრალურ და სეკულარულ სივრცეში ევროპულ ბიბლიოთეკაში ამ თემაზე მოსაზრებებს საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკური ეკლესიის 60 ქულო ადმინისტრაციის წევრები გამოთქვამენ. მხარების განცხადებით, მძიმე ავადმყოფის თხოვნით მისთვის სიკვდილის დაჩქარების საკითხი ევროპაში სულ უფრო საკამათო თემა ხდება. სწორედ ამიტომ მესამე საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმი ამ თემას მიეძღვნა. შეხვედრაზე ქართველი და უცხოელი ბიოეთიკოსები, სასულიერო პირები, ექსპერტები განიხილავენ ევთანაზიას როგორც თანამედროვე ბიომედიცინისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის პრობლემის სოციალურ, საკანონმდებლო და სამედიცინო ასპექტებს. წერენი კიდევ ერთხელ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას სიცოცხლის ადმი, გამოხატავენ აღძინის შესახებ, რომ შეუძლებელია კერძო აზრებისა და ადამიანის სუბიექტური დამოუკიდებლობის თავს მოხვევა საზოგადოების სხვა წევრისადმი, მით უმეტეს ისეთი მოწყვლადი მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისადმი, როგორიც არის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, ანუ იმედოდ დაავადებული პაციენტი. ამ სიმპოზიუმს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ეს თემა თანდათან უფრო საკამათო ხდება ევროპაში. კარგია, რომ არის თანამშრომლობის შესაძლებლობა მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის, თეოლოგიას და ფილოსოფიას შორის. ეს არის სივრცეები, რომლებიც ეხება ამ თემას, საკითხს, რომელიც უნდა იყოს კარგად გააზრებული. არის სხვადასხვა აზროვნება და მე ვფიქრობ, რომ როცა ეკლესიები ერთად მუშაობენ, ერთად აფიქსებენ თავისი პოზიცია, რა შეეხება სიცოცხლეზე, ადამიანების ცხოვრებაზე და მისი ღირსებაზე არის ყოველთვის კარგი.